მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, მე ვარ ლიკა წერეთელი, ფსიქოლოგი, გეშტალტ-თერაპევტი და პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი. და ჩვენი დღევანდელი შეხვედრის თემა მე მიყარნახა იმ ამბებმა, რომლებიც ხდება ჩვენს გარშემო, იმიტომ რომ ჩვენ ყოველდღიური ცხოვრებით ვცხოვრობთ, აი ამ სამყაროში ვართ, ასეთ ქვეყანაში ვართ და მუდმივად რაღაცა ხდება. თქვენ კანონიერად მკითხავთ, აბა რომ ერთ ამბავზე ლაპარაკობო. მართლაც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ამბავი ხდება ჩვენს ირგვლივ. და მე ამ შემთხვევაში, როდესაც შემოვიტანე თემად პასუხისმგებლობისა და ღირსების საკითხი, ამაზე მე მიფიძგა აი იმ ცოტა ხნის წინდელმა ვიდეოებმა, მოზარდების, გოგონების დაპატიმრების ჩანაწერებმა, რამაც ჩემდა გასაოცრად საზოგადოება თითქოს ორ ნაწილად გაყო. აი, ყოველ შემთხვევაში მე ასე მომეჩვენა, შეიძლება მე ვცდები, მაგრამ მე ასე მომეჩვენა, რომ საზოგადოება ორ ნაწილად გაიყო და ერთი ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ აბა სხვანაირად როგორ უნდა იყოს, იმიტომ რომ საზერელი ფაქტი მოხდა, იყო წაქეზება და წაქეზების მუხლი არსებობს ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსში და აბა სხვა რა უნდა ყოფილიყო და მეორე ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ ძალიან ემოციური იყო ეს ვიდეოები და რომ უნდა ვიფიქროთ ახალგაზრდების მომავალზე. მე გეთანხმებით, ემოციური ვიდეოები ნამდვილად იყო, თუმცა პირადად ჩემთვის, ეს ყველასთვის სხვადასხვაგვარად არის, პირადად ჩემთვის გაცილებით უფრო ემოციური იყო ის ვიდეოები, აი გახსოვთ, 1 წლის წინანდელია დაახლოებით, მე მგონი, როდესაც ეს ჩანაწერია გაკეთებული, სადაც მოზარდების ჯგუფი ქუჩაში ადამიანს ცემს და ფეხებით და ამას იღებენ ტელეფონზე, აი მსგავსი ვიდეოები ჩემთვის გაცილებით უფრო ემოციურია. იცით რა, მე მესმის, რომ ადამიანებს უნდათ, რომ ახალგაზრდები დაიცვან, მაგრამ ასეთ პირობებში თქვენ დაიცავთ არა ახალგაზრდებს, არამედ დაიცავთ მათ საქციელს და ეს არის დაუშვებელი. ნახეთ, ძალიან ტრაგიკულია აი ეს ჩვენი მდგომარეობა, სადაც მსხვერპლს უწევს რკინის ქალამნების ჩაცმა, ზარების შემოკვრა, ლამის მთელი ქვეყნის მოვლა და მთელი ქვეყნის ფეხზე დაყენება იმისთვის, რომ დაამტკიცოს, რომ ის მართლა მსხვერპლია და თქვათ მოძალადეებს ეკუთვნით მათი სასჯელი. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენს მსოფლიო რუკაზე არის არაერთი წერტილი, სადაც ადრე, ასე ვთქვათ, წინა პერიოდში, ადრე, ძველ დროში იყო სისხლის აღების წესი, ვენდეტა. ეს იყო არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, ეს და არა ვთქვათ მარტო კავკასიაში, ჩრდილო კავკასიაში, ასევე არამედ ეს იყო იტალიაში, სიცილიაზე, ეს იყო საფრანგეთში, კორსიკაზე, ეს იყო ალბანეთში, სხვა შორის საკმაოდ ისეთი უჩვეულო და საინტერესო სახით და კიდევ არის მოკლედ წერტილები, არის ქვეყნები და საზოგადოებები, სადაც ეს იყო. რას ნიშნავდა ამის ყოფნა? რას ნიშნავდა ამგვარი წესის არსებობა? ეს ნიშნავდა, რომ სახელმწიფო ბოლომდე ვერ წვდება თავის პასუხისმგებლობას, რომ იუსტიცია ბოლომდე ვერ მოქმედებს და სახელმწიფოში შეიქმნა აუცილებლობა აი ესეთი ალტერნატიული სტრუქტურის დანერგვისა, იმისთვის, რომ რაღაცნაირად სამართლიანობა ყოფილიყო შენარჩუნებული. და ეს არის ტრაგედია.
ეს არის ტრაგედია. როდესაც აი მსგავსი რამ ხდება, იმიტომ რომ თავის პასუხისმგებლობას სახელმწიფო, იუსტიცია ვერ ასრულებს და ხდება ამგვარი სახით ალტერნატიული სტრუქტურების ჩამოყალიბება და მე რო ვფიქრობ, რომ ღმერთო ჩემო, აბა რა შეიცვალა და შეიძლება ვთქვათ, რომ რამე შეიცვალა, თუ კი როგორც უკვე მოგახსენეთ, მსხვერპლს უწევს მთელი ქვეყნის ფეხზე დაყენება. რომ ამცნოს დანაშაულის შესახებ და გამოითხოვოს სასჯელი. ძალიან მძიმეა ეს, იცით, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა დამახასიათებელი არის მოწიფული ადამიანებისთვის, მოწიფული საზოგადოებებისთვის და მოწიფული ქვეყნებისთვის. და იქ როგორ ხდება ეს ყველაფერი ფორმირება? ორი ეტაპია, ხო? პირველი ეტაპი ეს არის ის, როდესაც ხდება მოლაპარაკება. იმიტომ რომ არ ხდება, როდესაც სახელმწიფო იქნება, სახელმწიფო სტრუქტურები იქნება, იქ არ არის ზევიდან მოწიფულ საზოგადოებებზე ვამბობ და მოწიფულ სახელმწიფოებზე ზევიდან რაღაცა ესეთი პრესი, არამედ ყველაფერი ეყრდნობა შეთანხმებებს, საზოგადოება თანხმდება, რომ ასეთ შემთხვევებში ასე მოვიქცევით, ასეთ შემთხვევებში ასე მოვიქცევით. და მეორე ეტაპი არის უკვე შეთანხმებების ახსრულება. და სადაც ეს ორი ეტაპი არსებობს და სადაც ეს ორი ეტაპი ქმედით უნარიანია, იქ აღარ არის ხოლმე აუცილებლობა ესეთი სტრუქტურების შექმნისა. მე ყოველი შემთხვევისთვის გეტყვით განმარტებას პასუხისმგებლობისა და მე მინდა რომ ძალიან გულისყურით მომისმინოთ. პასუხისმგებლობა ეს არის ადამიანის მზაობა გაცნობიეროს და იტვირთოს საკუთარი გადაწყვეტილებებით, ქმედებებითა თუ უმოქმედობით გამოწვეული შედეგები საკუთარი თავისა და საზოგადოების წინაშე. და დამეთანხმებით, რომ მსგავსი რამ აი ეს უნარი და მზაობა გააზრების და ამ პასუხისმგებლობის აღების რთულია დავაბრალოთ პრიმიტიულ საზოგადოებებს, ხო? პრიმიტიულს არა, არასწორად ვამბობ, არა, პრიმიტიულს არა, მოუწიფარ საზოგადოებებს. იმიტომ რომ პრიმიტიული კიდე სხვა რაღაცა. მომწიფებელ საზოგადოებებს, უწიფარ საზოგადოებებს. აი ამას ვერ დავაბრალებთ მათ. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ისეთი მოწიფული საზოგადოებების ხვედრი, მოწიფული ადამიანების ხვედრი. რა თქმა უნდა, ამაში ეჭვი არავის შეეპაროს, რომ მოწიფულ საზოგადოებებშიც კი და ისეთ სერიოზულ სახელმწიფოებში ასევე დგება კრიზისები. ეს ბუნებრივი ამბავია, ამას ვერავინ ვერ აუვლის. გვერდს რაღაცა ეტაპზე ნებისმიერი სახელმწიფო ექცევა კრიზისში. და ჩვენ არც დაგვჭირდება ალბათ შორს წასვლა, შეგვიძლია გავიხედოთ თუნდაც მე-20 საუკუნეში შტატებში, როდესაც დიდი დეპრესია იყო, გახსოვთ თქვენ, და მაშინ რა ხდებოდა? ესე იგი ბოგინობდა მაფია. აი, უბრალოდ მართლა ქვეყანაში ბოგინობდა მაფია და შეუძლებელი იყო ფაქტიურად შესაძლებლობაც არ ჰქონდა სახელმწიფოს რაღაცის გაკეთების ამის წინააღმდეგ. მაგრამ აი მაშინ გამოჩნდნენ სწორედ პასუხისმგებლიანი ადამიანები და პიროვნებებზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. და თქვენ ალბათ ხვდებით, მე ვისაც გულისხმობ, ეს იყო ელიოტ ნესი, ცნობილი, თავისი ცნობილი ჯგუფით, მე შეგახსენებთ არაჩვეულებრივ ფილმს The Untouchables, ხელშეუხებელნი,
მე მგონი იქ ერთი ორი ეკრანიზაცია გაკეთდა კიდევ და მე პირადად აღფრთოვანებული ვარ აი იმ ძველით 80-იან წლებში გადაღებულით, სადაც კევინ კოსტნერი, შონ კონერი და ენდი გარსია, სრულიად ახალგაზრდა ენდი გარსია თამაშობენ. და ეს მართალია. ეს მართალია. ერთადერთი რაც არ ემთხვევა ფილმში სინამდვილეს ეს არის რომ ისინი არ დაღუპულან, მაგრამ მე მინდა გითხრათ რომ ისევ ისტორიულ ფაქტებს გადავწყვეტები. იცით როგორ იქმნებოდა ეს ჯგუფი? ჯერ შეირჩა 50 ადამიანი. შემდეგ ეს სია კიდევ დაიცხრილა 15-მდე და მერე 9-მდე. და აქ ირჩევდნენ არა მხოლოდ უნარების მიხედვით, ну იქ რა ვიცი, რაღაც სისწრაფე, გონიერება, სისხარტე თუ კიდევ რამ, არამედ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ისინი აირჩიეს, იყო მოუსყიდველობა. მოუსყიდველობა. და აი ამ ადამიანებმა, 9 ადამიანმა ელიოტ ნესის ხელმძღვანელობით ფაქტობრივად შეცვალეს ქვეყნის გზა. მათ მოახერხეს ის, რაც ფაქტობრივად შეუძლებელი იყო იმ პერიოდში, იმიტომ რომ წარმოუდგენელი იყო ალ კაპონეს ხელში ჩაგდება. და კიდევ ერთი მომენტი მუწიფული საზოგადოების, ყველა მიცოდა რომ ალ კაპონე მკვლელია. ну, ხო შეიძლებოდა ეთქვათ რომ მაინც ყველაფერი ვიცით და მოდით დავაპატიმროთ. მერე გამოჩნდება რა შეგვიძლია დავაბრალოთ და რა არა. არა, მნიშვნელოვანი იყო და ეს არის დამახასიათებელი მოწიფული საზოგადოებისთვის, მნიშვნელოვანი იყო მისი კანონიერად აყვანა და რეალური ბრალდებების წაყენება. და რეალურ ბრალდებებში მაშინ შეუძლებელი იყო მკვლელობების წაყენება და კიდევ მრავალი სხვა მაქინაციებისა. იმიტომ რომ მოწმეები ნაწილი მკვდარი იყო და ნაწილი კიდე ისეთ ხრელებში იყვნენ და ბუნაგებში შემძვრალები, რომ იმათ იქიდან ვერ გამოიყვანდი. და ეს ყველაფერი მოახერხეს ამათმა. ამათ მოახერხეს ის, რომ გადასახადების გადაუხდელობისთვის ჩასვეს და მერე წავიდა და აგორდა ყველაფერი და მერე მაქინაციებიც და მკვლელობებიც გამოჩნდა. ეს არის ეს პასუხისმგებლობის თემა აქ ძალიან კარგად ჩანს. ან თუნდაც ავიღოთ, გაგიწყალეთ ახლა გული ალბათ, მაგრამ კვლავ დავუბრუნდები ჩემს ყველაზე ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ რომანს, ეს არის ნუ მოკლავ ჯაფარას, რომლის მთავარი გმირი ატიკუს ფინჩი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს მთლად ლიტერატურული გმირი არ არის, ის რეალობიდან არის აღებული, ჩვენ ვიცით რომ ეს არის ავტობიოგრაფიული რომანი და რომ ჰარპერ ლიმ მთავარი გმირის პროტოტიპად, ატიკუს ფინჩის პროტოტიპად საკუთარი მამა გამოიყენა, ასე ვთქვათ, ხო? ამ ატიკუს ფინჩის პროტოტიპი იყო ჰარპერ ლის მამა. ასე რომ თლად ლიტერატურული პერსონაჟიც არ არის. და შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია კვლავ ვთქვათ ის რომ მაშინ როდესაც ქვეყანაში და ეს არის სამხრეთ ამერიკა, სადაც მართლაც მძვინვარებს რასობრივი სიძულვილი და აი აქ ადამიანი იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას და ის უდგება ადვოკატად ფერადკანიან ახალგაზრდა ყმაწვილს, რომელსაც ბრალად ედება მართლა საშინელი ბრალდებაა თეთრკანიანი ქალის გაუპატიურება, წარმოუდგენელი რამ. და რაც მას ოღონდაც არ ჩაუდენია. და აი მიუხედავად იმ ბულინგისა, რომელიც მთელი ქალაქიდან ხდება ატიკუსის მისამართი და არა მხოლოდ მისი, არამედ მისი ოჯახის მისამართითაც, მას მიყავს ეს საქმე ბოლომდე და ბავშვებსაც ეუბნება თავის შვილებს, რომ მე რომ ეს არ გავაკეთო, მე საკუთარ თავს პატივს ვეღარ ვცემ. და აი აქ დევს არა მარტო პასუხისმგებლობა, არამედ ღირსებაც. და ღირსება მოგეხსენებათ არის საკუთარი შინაგანი
ღირებულებებისა და ფასეულობების ერთგულება სიცოცხლის მოსპობის საფრთხის წინაშეც კი. აი ეს არის ღირსება. იცით, ეხლა ამ თემაში ალბათ არ არის მთლად ბოლომდე ეს ძალიან ისეთი რაღაც არის, მაგრამ მე მაინც მინდა გავიხსენო. იყო ასეთი არაჩვეულებრივი ფილმი ეზოპეს შესახებ. კალაგინი თამაშობდა ეზოპეს და არ მახსოვს რა ქვია ფილმს. და ეპიზოდი, რომელიც მე მინდა მოგითხროთ, ღირსებასთან არის მოკლედ კავშირში. ესე იგი, ამას ისტორიულ სიმართლესთან, პრაქტიკულად საერთო არაფერი არ აქვს, იმიტომ რომ კი ეზოპე ისე დაიღუპა, რომ ის კლდიდან გადააგდეს, მაგრამ სხვა კონტექსტი იყო ცოტა იქ. და აქ სცენარისტმა და რეჟისორმა ცოტა რაღაცეები შეცვალეს და სხვანაირი ეპიზოდი გააკეთეს. და ეხლა როგორი ეპიზოდია ეს? ესე იგი, გახსოვთ თქვენ, ეზოპე იყო ქსანტოსის მონა და ეპიზოდი არის ესეთი, რომ ქსანტოსი ეუბნება იქ რაღაცაში დამეხმარეო და მეუშენო თავისუფლებას გაჩუქებო. და მართლაც ეხმარება ეზოპე და ქსანტოსი დაპირების სამებრ თავისუფლებას ჩუქნის, მაგრამ იმავე საღამოს ქსანტოსის ცოლი ხურჯინში ეზოპეს ჩაუდებს მიდან ტაძრიდან აღებულ მოპარულ თას თუ ლარნაკს, მოკლედ რაღაცა ჭურჭელს, ესეთ საკრალურ ძვირფას და ეზოპეს აიყვანენ და რა ხდება? მონისთვის ამ შემთხვევაში სასჯელი არის გაცილებით უფრო მარტივი. მას გაროს გავენ და დაუბრუნებენ პატრონს. აი რაც შეეხება თავისუფალ ადამიანს, მისთვის სასჯელი არის გაცილებით უფრო სერიოზული. მას კლდიდან აგდებენ და აი ეს არის საოცარი მომენტი, რომ ეზოპეს ხო შეუძლია პრინციპში თქვას, რომ ხალხო ქსანტოსის მონავარ. ალბათ ბევრი მოწმე გამოჩნდებოდა, ვინც იტყოდნენ, რომ კი, ქსანტოსის მონა. მაგრამ მან ასეთი რამე თქვა, მაჩვენეთ ის კლდე, საიდანაც თავისუფალ ადამიანს შეუძლია რომ გადაიჩეხოს. აი ეს მომენტი, როდესაც რაღაცებს თმობ და სიცოცხლეც კი შეგიძლია დათმო რაღაც გარკვეული შენი საკუთარი შინაგანი ღირებულებების გამო. არა რაღაცა აბსტრაქტული იდეის, არამედ შენი საკუთარი ღირებულებების გამო. აბსტრაქტული იდეები, როგორც წესი, ცოტა სხვანაირ ამბებამდე მიდიან ხოლმე, მაგრამ აი შინაგანი ზოგად საკაცობრიო ღირებულებები და ფასეულობები, ეს ცოტა სხვა თემაა, ხო? და თუ ეს ზოგად საკაცობრიო ღირებულებები და ფასეულობები ჩვენ გათავისებული გვაქვს, აი იქ უკვე შეიძლება ითქვას, რომ ჩამოყალიბებული ადამიანები ვართ. რა შემიძლია კიდევ რომ ვთქვა? ხო, იცით რა, არის ესეთი მომენტი. აი რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ნახეთ, ხშირად არის ასეთი რამ, რომ ჩვენ ადამიანებს გვჩვევია პასუხისმგებლობის აკიდება ავტორიტეტებზე. ვიღაცებზე ავტორიტეტებს ავკიდებთ ხოლმე ამ პასუხისმგებლობას, ეს დაახლოებით ზუსტად ისევეა, როგორც აი გახსოვთ თქვენ მეორე მსოფლიო ომის მერე ვთქვათ გერმანელები, როდესაც ამბობდნენ, რომ ეს ჩემი გადაწყვეტილება არ იყო, მე მხოლოდ ინსტრუქციას ვასრულებდი, მე მხოლოდ ბრძანებას ვასრულებდი და ასე შემდეგ. აი ეს თემა არის, როდესაც პასუხისმგებლობას ავკიდებთ ავტორიტეტებს. აი ამ თემაზე არის საუბარი და თქვენ იცით, რომ მე ძალიან მიყვარს ესეთი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტები და იყო ესეთი ექსპერიმენტი, რომელიც გააკეთა სტენლი მილგრემმა ამერიკაში 60-იან წლებში, თუ სწორედ მახსოვს, კი 60-იან წლები იყო და ექსპერიმენტი იყო შემდეგში.
მდგომარეობდა. ესე იგი, იყო შემოყავდათ ადამიანი, ცდის პირი, იქვე იყო ცდის ხელმძღვანელი, ცდის პირს სვამდნენ, მას წინ ჰქონდა, ესე იგი, მთელი მოწყობილობა, პულტი ღილაკებით და პანელებით და კიდევ იყო მეორე ადამიანი, რომელსაც ელექტროდები ჰქონდა მიერთებული. და პირობა იყო ასეთი. ისმებოდა კითხვები და ყოველ არასწორ კითხვაზე დენის იმპულსი უნდა გაგზავნილიყო აი ამ ადამიანისკენ, რომელსაც ელექტროდები ჰქონდა მიერთებული. და პირობა კიდევ ისეთი იყო, რომ ყოველ არასწორ პასუხზე ეს ძაბვა უნდა გაზრდილიყო. და ხო, იცით, საინტერესო შედეგი იყო. იმიტომ რომ პრაქტიკულად, ну, კი, თითქმის ყველა რაღაცა მომენტში თქვეს, რომ როდესაც დაიწყო უკვე ძაბვის გაზრდა, ხო, მე დამავიწყდა მე თქვა. დამავიწყდა ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მე თქვა თქვენთვის, რომ მილგრემს არ დაურღვევია ეთიკური ნორმები, არავითარი დენის გაგზავნა რეალობაში არ ხდებოდა. იქ ეს ადამიანი, ვისაც ელექტროდები მიერთებული ჰქონდა, იყო დაქირავებული მსახიობი, რომელიც ასახიერებდა აი ამ ყველაფერს, უნდა განესახიერებინა რა, მოკლედ ეს ტანჯვა, უნდა გამოეხატა სხეულებრივად, ვერბალურად და ასე შემდეგ. და ნახეთ ახლა ესეთი სიტუაცია და რა თქმა უნდა, როდესაც იზრდება ეს ძაბვა, ცდის პირი ეუბნება ცდის ხელმძღვანელს, რომ იქნებ შევწყვიტოთ, იქნებ აღარ გვინდა. ხელმძღვანელი ეუბნება, რომ არა, ასეა საჭირო, უნდა გავაგრძელოთ. და გრძელდებოდა. მე კიდე რაღაცა მომენტში არა იქნებ შევწყვიტოთ და არა როგორ გეკადრებათ, უნდა გავაგრძელოთ და ბოლომდე მივიყვანოთ. რა შედეგი დაიდო? დაიდო ის შედეგი, რომ დიდი უმრავლესობა მაინც იმისკენ არის, ასე ვთქვათ, იმ ტენდენციას იზიარებს, რომ გადააბაროს თავისი პასუხისმგებლობა ავტორიტეტებს, იმიტომ რომ იქ ახლა მე ასეთი სიზუსტით ვერ გეტყვით, მაგრამ დაახლოებით 30-35% იყო დღევანდელი გადასახედიდან, მე საკმაოდ დიდი პროცენტი მეჩვენება ესეც, რომლებმაც შეწყვიტეს მართლა და ასე ვთქვათ, საკუთარი პასუხისმგებლობა იკისრეს იმაზე, რომ ადამიანის წვალება არ გაგრძელებულიყო. როგორც გითხათ, ეს არ არის დიდი ციფრი, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან დღეს რო ვიყურები გარშემო, ის ციფრი მნიშვნელოვნად მეჩვენება. ხო. აი მსგავსი რაღაცა, ეს არის სწორედ აი ეს პასუხისმგებლობის აკიდება, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ განვასხვაოთ პასუხისმგებლობის აკიდება, პასუხისმგებლობის, ვთქვათ, გადანაწილებასთან, უფრო სწორედ გადანაწილებასთან არა, არც ეს არის სწორი ტერმინი, პასუხისმგებლობის დელეგირებისგან უნდა განვასხვაოთ, იმიტომ რომ დელეგირება ცოტა სხვა რამ არის და მე არ მეგულება არც ერთი წარმატებული ან ბიზნესმენი, ან ზოგადად რამე ისეთი თუნდაც ხელმძღვანელი, გინდათ სახელმწიფოებრივ დონეზე და გინდათ ბიზნეს გარემოში, რომელსაც არ ჰყავდეს ისეთი გუნდი შეკრებილი, რომ მას არ შეეძლოს, ვთქვათ, ეს პასუხისმგებლობების დელეგირება. დელეგირება, ეს პირიქით, შესაბამისი გუნდი თუ გაქვს შერჩეული, ეს არაჩვეულებრივი და წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, მაგრამ აქ ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობ, გვაქვს საუბარი პასუხისმგებლობის აკიდებაზე. რაც შეეხება, იცით, მე გეტყვით, რომ შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ჩვენ ფსიქოთერაპევტები, ხო, ჩვენს მუშაობაში, ანუ ყველაზე მთავარი მიზანი, საიდანაც ჩვენ მივდივართ,
ეს არის სწორედ პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება ადამიანში. აი ნახეთ, თქვენ გაგიკვირდებათ, იმიტომ რომ იტყვით, რომ რამდენი სხვადასხვა თემით და სხვადასხვა პრობლემით მოდიან ადამიანები, მართლაც. საოცარი პალიტრა, ესე იგი, ურთიერთობების პრობლემები, ეს, რა ვიცი, მშობლებთან, შვილებთან, პარტნიორებთან, ეს შეიძლება იყოს კარიერული, ვთქვათ, რაღაცა თემები, კარიერული წინსვლის, ეს შეიძლება იყოს ეგზისტენციალური კრიზისები, შეიძლება იყოს რაღაც სექსუალური პრობლემები და ასე შემდეგ. და ყველას მიზანი მაინც იცით რა არის? პასუხისმგებლობის განვითარება. იმიტომ რომ აი მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი აიღებს პასუხისმგებლობას საკუთარ ცხოვრებაზე, როდესაც ის აიღებს საკუთარი ცხოვრების სადავეებს ხელში, არა, პრობლემები მისი ცხოვრებიდან არ გაქრება. არც არასდროს არ გაქრება ეს ილუზია, რომ ჩვენი ცხოვრებიდან პრობლემები ოდესმე აღიგვება პირისაგან მიწისა, მაგრამ პასუხისმგებლობით აღჭურვილ ადამიანს, ჯანსაღი პასუხისმგებლობით აღჭურვილ ადამიანს გაცილებით უფრო გაუმარტივდება და საერთოდ არ გაუჭირდება ამ პრობლემების მოგვარება ისე როგორც მას წარმოუდგენია. მე ისევ და ისევ ვამბობ, რომ პრობლემების მოგვარება კიდევ არ შეიძლება არ ნიშნავდეს საამურ ცხოვრებას. პირიქით ამ პრობლემების მოგვარება შეიძლება ნიშნავდეს საკმაოდ სიღრმისეულ ფიქრს, წვდომას, შრომას. არ არის ეს კომფორტი. ნურას უკაცრავად, ეს არ არის კომფორტი. არც პასუხისმგებლობა და არც ღირსება არ წარმოადგენს ფიზიკურ კომფორტს, მაგრამ ეს არის შინაგანი და სულიერი კომფორტი. აი ასეთი რამ არის. და აი სწორედ ეს მინდოდა მე თქვა, რომ ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი. ამისკენ მივილტვით ჩვენ. და აი იცით რა, მე მინდა გავიხსენო ისევ პასუხისმგებლობის ამბავში და ალბათ აი იმ თემასთან კავშირში, რაც მე ადრე ვახსენე, ხო? მოზარდებთან მიმართებაში, მათ მომავალთან მიმართებაში. მე მინდა იცით რა გავიხსენო? დასტაევსკის დანაშაული და სასჯელი. თქვენ გახსოვთ, რომ რასკოლნიკოვს იქ ჰიტლერის სადარი თეორია აქვს შექმნილი. აი მართლა, აი რა განსხვავებაა ხა. იმას ჰქონდა, ესე იგი, ეს übermenschების იდეა, ადამიანის იდეა, ესე იგი, არიული რასა და ამასაც მშვენივრად დაწყობილი თეორია ჰქონდა განსაკუთრებული ადამიანების შესახებ, რომლებსაც უფლება აქვთ უვარგისი, გამოუსადეგარი, უსარგებლო ადამიანების ლიკვიდაციის. რა თქმა უნდა, ისინი წყვეტდნენ ამას. ვინ არის უსარგებლო და ვისი ლიკვიდაცია შეიძლება. ეს თეორია ჰქონდა, ანუ უბრალოდ ისე კი არ მოკლა მან ვიღაცა. რაღაცა ესეთი ის კი არ იყო ყოველდღიური და ჩვეულებრივი მკვლელობა. აი მთელი ამბებით, თეორიით იყო ის ასე ვთქვათ, გამყარებული და გამაგრებული. და გახსოვთ შემდეგ ხდება ტრანსფორმაცია. მე ვფიქრობ, რომ ეს საუკეთესო მაგალითი არის ტრანსფორმაციის, რომელიც შეიძლება მოხდეს, რომ ასეთმა ადამიანმა გააცნობია ის ზუსტად რაც პასუხისმგებლობა გააცნობიერა, კი, მას გარშემო მყოფი ადამიანები და ახლა უპირველეს ყოვლისა ეს გოგონა სონია მარმილადოვა, ხო თუ არ ვცდები ესე არ ქვა ამ გოგოს, რომელმაც თავისი აი ამ დამოკიდებულებით, თავისი სიყვარულით გააცნობიერებინა ის რა ჩაიდინა მან და ის ძალიან მორჩილებით კი არა, ის მთელი პასუხისმგებლობით იღებს იმ სასჯელს, რაც მისთვის არის განკუთვნილი, რასკოლნიკოვი. და აი ეს არის ხალხნო მთავარი. ეს არის მთავარი.
ის კი არა რომ ჩვენ ახლა გადავეღობოთ და ამბრაზურას შევახტეთ როგორც მატროსოვი შეახტა და დავიცვათ. არ არის ეს სწორი. ჩვენ უნდა გავაცნობიერებინოთ ის რაც გააკეთეს, აუცილებლად უნდა აგონ პასუხი იმაზე რაც გააკეთეს და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, სწორედ რომ გააცნობიერონ რა მოხდა და როგორ მოხდა და ნურავინ ნუიტყვის რომ ეს შეუძლებელია. იმიტომ რომ რასკოლნიკოვის დარი შემთხვევები ისტორიასაც ახსოვს. ასე რომ ნურავინ ნუიტყვის რომ ეს შეუძლებელია. ჩვენ უბრალოდ ეს უნდა მოვინდომოთ და ეს უნდა გავაკეთოთ. და აი სწორედ მაშინ ამ ახალგაზრდებს ექნებათ მართლა ძვირფასი და შესაშური მომავალი. სწორედ ამ ახალგაზრდებს, რომლებზედაც ეხლა არის საუბარი და რომლებზედაც საუბრით დავიწყე მე ჩვენი შეხვედრა. იცით რა, ბოლოს ერთი უბრალოდ გამახსენდა რა, იმიტომ რომ ამაში არის ამ დანაშაულში და სასჯელში. ესეც ალბათ გასათვალისწინებელია, ისე ზოგადად. შეიძლება არა პასუხისმგებლობის შემთხვევაში, არამედ საერთოდ ჩვენთვის. გახსოვთ რასკოლნიკოვს იქ აქვს სიზმარი კატორღაზე, რომ მთელი ესეთი აპოკალიფსური ვირუსის როდესაც ადამიანებს შეეყარათ რაღაც მართლა აპოკალიფსური ვირუსი და თითოეული მათგანი დარწმუნებულია საკუთარ ურყევ ჭეშმარიტებაში და დანარჩენებს პოპს. და ასე პოპს კაცობრიობა ერთმანეთს. დავუკვირდეთ ამას, გავიხსენოთ ეს ყოველივე და ვიმოქმედოთ პასუხისმგებლობით. ვიმოქმედოთ ისე, რომ ჩვენს ახალგაზრდებს, მათ შორის იმათაც, ვინც დამნაშავეები არიან, ან ბრალდებულები არიან, ოკეი, უდანაშაულობის პრეზუმპცია, ბრალდებულები არიან წაქეზებაში და კიდევ უარესი, კიდევ სხვები მკვლელობაში, ხო? იმიტომ რომ ეს იყო ჯანმრთელობისთვის ისეთი ზიანის მიყენება, რაც დამთავრდა სიკვდილით, ხო? ამ ადამიანების, ამ ახალგაზრდების მომავალიც აუცილებლად აი ამ ჩვენი პასუხისმგებლობით კარგ მომავლად უნდა ვაქციოთ. მე დაგემშვიდობებით შემდეგ შეხვედრამდე და შემდეგ საინტერესო თემამდე.